აუცილებელი არის. მაგრამ ის რომ უგემოვნოა, ამას აი კაუჭაჭეკზე ვერ ვიტყვი. კაუჭაჭეკი ყოველთვის ჯენტლმენობით იცავდა და მე ერთი პროექტი მაქვს. შავი ზღვის წყლის მონიტორინგს ვსწავლობთ. ევქსინოსი ქვია და აი ის სემინარის ფარგლებში გებზე მომიწია კაუჭაჭეკთან შეხვედრა, ესეც მონაწილეობდა. მოკლედ სულ ვიგამართეთ. სუდი ისეთი შავი ღრუბლები მოდიოდა და ეს მიმტკიცებდა რომ არა, კაი ამინდი იქნებაო და ისევ რა უთხარი ამას კარგად დასცხო წვიმამ და დავსვოდით ყველა მონაწილე. თავის დროზე მეკობრეები პოსეიდონის და მისი ბიჭების იმედზე იყვნენ. ნოტი, ზეფირი და ბორეუსი, რომლებიც ქარების მიმართულებებს განაგებდნენ და აუცილებელი იყო, როდესაც რაღაცას წარწმენდი ვიღაცას, ხო, მეკობრეები, როდესაც რაღაც ნადავლს მოიხვეჭავდნენ, აუცილებლად ნაწილი უნდა ზღვაში ჩაეყარათ პოსეიდონის და იმის ბიჭებისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება წამოებერა იმ ქარიშხალს და დაეღუპა მათი გემი. ეს ყველაფერი მანამდე იყო, სანამ ერთმშვენიერ დღეს ერთ-ერთ მეკობრეს მობეზრდა მათი მეძე ყოფნა და ბარომეტრი გამოიგო. ეტყობა იმ მეკობრემ ცოტა ქიმია იცოდა. მოგვიანებით ეს ბარომეტრი ვინმე ადმირალმა ფიცროიმ, გვარად ფიცროიმ